მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. დიახ, პარასკევია. მე გია ვარ ჯაჯანიძე. გვანცა კილასონია, ჩემი მეგობარი, საოცარი ადამიანი, უნიჭიერესი, ჭკვიანი, ერთგული, პროდიუსერი, თანამდებობას თუ პროფესიას გვიან ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარია ადამიანობა, სიყვარული და ერთგულება. ამიტომაც ვარ აქ. 17 საათზე და 17 წუთზე გია ჯაჯანიძესთან ჭრელი პარასკევი. ჭრელი პარასკევი და ყველაზე საოცარი ის არის, რომ შეიძლება ყველას გაუჩნდეს კითხვა აქამდე რატომ არა. ხო, რატო ვერ პირველად შენს გადაცემაში? რატომ ხარ გეტყვი? მუდმივად არ გცალია, მუდმივად რაღაცას აკეთებ და ნუ მოკლედ როგორც იქნა მოგიტყუე. ჩემო სიხარო. ეს მოტყუებაც ეთყობა ესე ყოფილა საჭირო. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მომიტყუე უკვე. სატელევიზიო სივრცეში შემომიტყუე. ხო. გუშინ გავიდა ეთერში გადაცემა და დღეს ახლა რადიოშიც ვარ შენი სტუმარი. როგორ მოგეწონა გადაცემა? ფანტასტიკური იყო. ძალიან საინტერესო იყო. ახლა ვინც იცის, ვთქვათ, ჩაწერის პრინციპი, გონია რომ დიდხანს იწერება ეს გადაცემები და ფრიად გაოცებული დავრჩი, იმიტომ რომ რაღაცა live პრინციპით, live რეჟიმში ჩაიწერა გადაცემა ფაქტიურად. ფაქტიურად ერთ ამოსუნთქვაზე, ასე რომ ძალიან საინტერესო იყო, თემაც საინტერესო იყო, რა თქმა უნდა, ჩემთვის და მადლობა იმ კიდევ ერთხელ საინტერესო ტელეეთერისთვის და ახლა უკვე რადიოში. იცი რა, არ ვიცი ახლა ეს კომპლიმენტად მიიღებ თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი მირეკავს ხოლმე გადაცემის შემდეგ. გადაცემას თავის ფანები ყავს, მე ჩემი და დადე ინგეიჯმენტი? კი, ეხლა ნუ დამიწყე უცხო სიტყვები და სხვათა შორის ბევრს ეგონე ფსიქოლოგი. რატო არ ვიცი? ისეთი ანალიზი გააკეთე. იფიქრეს, რომ ექსპერტს ხო არ შემოვიერთო ეხლა ფიქრობ. შემოერთო, მე ხო ესე მომაწერეს. მე არა ვარ. მე ფილოსოფიური თუ საჭიროა ვიქნებ. ხო. და ასე რომ ეს მაინც კომპლიმენტია, როცა ისეთ ანალიზს აკეთებს ადამიანი, რომ ой, რა კარგი, ესე თიშდაბეჭდილება თუ დაუტოვე ჩვენს მაყურებელს. და მე ვიყავი დღეს ამაყი. ეხლა მაინტერესებს ერთი რამე. პატარა გვანცა სწავლობს სკოლაში. ცხოვრობს ოჯახი, ეზო, მეგობრები, ასე შემდეგ და საიდან შემოვიდა? შენი ძირითადი პროფესია, იცი რომ არ ვიცი. მე მგონია რომ აკვანში მე არ ვარ ჟურნალისტი. აკვანში გაიზარდე? არა? არა. მე აკვანში. ბრტყელი თავის გამო. არა, მე საოცრად მგვალი თავის ფორმა. ხო და რატო გეუბნები? უნდა მეთქვა. აკვნიდან ვიცი რომ ხარ პროდიუსერი. თან ისეთი წონიანი პროდიუსერი. და მოდი მომიყევი როგორ მოხვედი პროდიუსინგში, ფიქრობდი, ოცნებობდი, ან რაზე ოცნებობდი ბავშვობაში? მე მსახიობობაზე ოცნებობდი ბავშვობაში. ეს არის ჩემი აუსრულებელი ოცნება და სურვილი. მე ვარ არ შემდგარი, ასე ვთქვა, დაწუნებული არტისტი, იმიტომ რომ ორჯერ ვცადე და ორჯერ არ მიმიღეს თეატრალურ ინსტიტუტში. მე პროფესიით ხელოვნებაცოდნე ვარ. იმიტომ რომ ორჯერ არ მიმიღეს თეატრალურში დრამისა და თეატრის, დრამისა და კინოს სამსახიობოზე, მოკლედ ეს მარტივად რო ვთქვა, მაგიტომ იქვე ჩავაბარე თეატრალურში ხელოვნებაცოდნეობა და დავამთავრე ხელოვნებაცოდნეობა, წითელი დიპლომით ვარ ხელოვნებათმცოდნე, რომელიც რა თქმა უნდა მოიცავს ყველა იმ სფეროს, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს და რომელიც შემდგომში უკვე შემოიჭრა ცხოვრებაში, ანუ ხელოვნების ყველა სფერო აბსოლუტურად. ნუ ფართო სპექტრია ხელოვნებას. ნახე, ჩემი ხვედრი გაგიზიარებია, მე პირველ წელს რო ვერ მოვეწყო ჩავაბარე თეატრცოდნეობაზე, თან დამიწუნეს ძალიან სიმაღლე. მე სიმაღლის მსხვერპლი გავხდი. და ნუ ყოველ შემთხვევაში მერე უკვე ყველაფერი თავისა, მერე გავხდი ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, კინოსარეჟისორო მაქვს, მე დამთავრებული. ჩვენ ფაქტიურად კოლეგები ვართ თითქმის. და მერე როგორ აღმოჩნდი ტელევიზიაში. სანამ ტელევიზიაში აღმოჩნდებოდი, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ჯაჯო, აღმოჩნდი იქ, სადაც ვართ ახლა ჩვენ, ანუ გულისხმობ რადიოს.
ანუ მე რადიოს გოგო ვარ, ჩემი გზა ტელევიზიამდე დაიწყო რადიოდან და ძალიან ხშირად ის ადამიანები, ვინც მოხვდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, არა მხოლოდ საქართველოში, ტელევიზიებში, გაიარეს რადიოს სკოლა. ეს არის უზარმაზარი რადიოს სკოლა. ეს არის ტელერადიო, ხო არის ტელერადიოს სკოლა. ზუსტად მაგ პრინციპით აღმოჩნდა უკვე შემდგომი გზა. მე როდესაც დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი 1998 წელს მოვხდი კასტინგზე რადიო ფორტუნაში, შემიძლია ვახსენო, რადგანაც ეს ჩემი პირველი სამსახურია. ეს არის 105.9, ის არის 106.9. ჩვენ ძალიან მეგობრობთ წლებია, ანუ გულისხმობ რადიო იმედს და რადიო ფორტუნას, ჰოლდინგებს, ასე ვთქვათ. ძალიან ბევრი საერთო მეგობარი ყავს და მაშინ ამ FM-ზე, სადაც ახლა ვართ, არ ვიცი იცი თუ არა შენ, იყო რადიო აუდიენცია. ანუ სანამ იმედი დაერქმეოდა. რა თქმა უნდა, მე ხო ძალიან ძველი. მეც არ ვარ პატარა. შესაბამისად 98 წელს იყო კასტინგი ფორტუნაში და იყო რამდენიმე ვაკანსია. ეს იყო მუსიკალური წამყვანის ვაკანსია და იყო საინფორმაციო წამყვანზე ვაკანსია და იყო გაყიდვებში ვაკანსია. ეს სამი ვაკანსია იყო და მაშინ იმ დროს ჩემი ძმა მუშაობდა აქ 105-სა და 9-ზე აუდიენციაში კოკა ყანდიაშვილთან. რადიოში მიყავდა ჩვეულებრივი მუსიკალური გადაცემები. და მან მითხრა, რომ იცი რაო, მეო საინფორმაციოშიო და გაყიდვებშიო ვერ მოგეხმარებიო, მაგრამ რამეში თუ რჩევის სახით თუ მოგეხმარებიო, ეს არის მუსიკალური წამყვანი და მოდიო, ცადეო, გინდაო და მეთქი ძალიან მინდა თქო. მიდიო, მაგარი დიდი კასტინგიო და იყო 600 კაციანი სააქტო დარბაზში კონკურსი, კასტინგი, ასე ვთქვათ, მოსმენა, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა ეტაპები, ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს მოყოლილი პრინციპში, მაგრამ რადგანაც შენ ასე ყურადღებით მისმენ, ეჭვი მაქვს, შენ არ იცი ეს ისტორია. და გავიარეთ მოკლედ ეს დიდი კასტინგი და რამდენიმე ადამიანი ამ კასტინგიდან შემოვჩით უკვე რადიო ფორტუნაში წამყვანებად. და 13 წლის განმავლობაში გადაბმულად მე ვიყავი რადიოს გოგო. 13 წელი გადაბმულად. 13 წლის შემდგომ შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში უკვე ის ადამიანი, რომელსაც შენ ძალიან კარგად იცნობ და მანდ გაგიცანი უკვე მე, როგორც ტელეპროდიუსერმა. ეს არის მაია ასათიანი. მე მაია ასათიანი მყავდა სტუმრად რადიოში, აი როგორც შენ ყავარ ახლა მე, და როდესაც დასრულდა ჩვენი ეთერი, აი ესე ყავასთან სამზარეულოში დიალოგზე მაია ასათიანმა შემომთავაზა რუსთავიორში პროფილის მუსიკალური პროდიუსერობა. და მე დავთანხმდი. ეხლა ვფიქრობ, მუსიკალური პროდიუსერი თუ არა, პროდიუსერი დამჭირდება, უნდა დავიჭირო. ვაცა რა და მაინტერესებს. ასე დავთანხმდი და წავედი ფორტუნადან რუსთავი 2-ზე პროდიუსერად. მან დაიწყო უკვე სატელევიზიო ისტორიები. შენ ხარ რადიოს გოგო. კი ბატონო. მე ვიცი რომ შენ ხარ ტელევიზიის გოგო. მე ვიცი რომ შენ ძალიან ბევრ პროექტებში ხარ პროდიუსერი და ბევრის გოგო ხარ ერთი სიტყვით და ძალიან მაინტერესებს, მაგრამ სადამ კითხვას დაგისვა, მანამ უნდა გითხრა. როცა მე შენ რადიოში დამიძახე, მე არ ვიყავი ძალიან ცნობილი. ვიყავი რაღაც გარკვეულ წრეში ნიჭიერი ადამიანი. და მე მახსოვს ის ქუჩა აღარ მახსოვს, მე ხო თბილისის ქუჩები. მე დაგიძახე შენ უკვე რადიო ენერჯიში, რადიო კაფეში, დოლიძეზე, ხო? კაფეში, დოლიძეზე. და მე მახსოვს როგორ ამოვიარე, აი სანამ მოვედი შენ რადიოში, მე როგორ მიცემდა გული. და შენ როგორ თბილად შემხვდი და როგორ მიხარო და არიცი. ძალიან მაგარია. აი რა არის ცხოვრება? მაშინ შენ ეს არ მითხარი. არა, მაშინ არ მითხარი. მე როგორ გავითქვი სახელი, მე არ ვიმჩნევდი, როგორ ვიტანჯებოდი. მე ჯაჯოს ტანჯვები. ჯაჯოს ტანჯვები. მე შენ ეხლა უნდა გაგიმხილო რა საიდუმლო. აბა? ნახე, მე ვისწავლე თვალებრღია ძილი. რაში დაგჭირდა? რაში დამჭირდა და იმ დროს როცა თბილისში ჩამოვედი, ადამიანები
რომ მიყვებოდნენ თავიანთ წარსულს და თავის ამბებს რომ მიყვებოდნენ, საღამო იყო, მერე ღამე დილამდე თენდებოდა და მიყვებოდნენ თავიანთ ისტორიას, სიყვარული, მოხუცები იყვნენ ძირითადად და მე არ უნდა მძინებოდა, თვალები მქონდა ღია და მეძინა. მე ვისწავლე უცრემლოდ ტირილი. ვიცოდი ესე შევისწავლე. მე ვიცოდი ისე მიცემდა გული ყელში, რომ ამას ვერ მატყობდნენ და ეს მას სწავლა გაჭირვებამ და ეს მას აქამდე ესე ცხოვრებამ. ეხლა ტირი ჩვეულებრივია, თვალები დახოჭული მძინავს და ასე შემდეგ. ხო, მაშინ არ გითხარი და მე ეხლა საშუალება მომეცა, რომ უღრმესი მადლობა უნდა გითხრა აი იმ გადაცემის, იმიტომ რომ მე წამოვედი იქიდან შენი რადიოდან თავდაჯერებული და ესე ნელ-ნელა თავდაჯერებულობამ მერე მომცა და ჩამოაყალიბა ჩემში. სიმღერაშიც ხომ არ გახდი თავდაჯერებული პროფილში რომ გამღერეთ? პირველად მას შემდგომ ხომ არ მოხდა ესეც? ყველაფერი პირველი ახლა ნუ გამახსენებ ყველაფერი. და რადიოზე მეტად სხვათა შორის შენთან კავშირი, ასე თქვა, ჩემთვის არის პროფილი, როდესაც გავაკეთე პირველი გადაცემა, ეს იყო ფანუღები, პროვოკაცია, მუსიკალური პროვოკაცია და მაშინ ეს იყო ჩემი პირველი საპროდიუსერო ნამუშევარი, ასე ვთქვათ. ეხლა ჩემზე ნუ იქნება გადაცემა კაცო შენ მაშინ გადავწყვიტე, რომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, თან აი მიდიოდა ყოველთვის ასე ვთქვათ, ბჭყალებში პროვოკაციებზე, რომ ისეთი რამე გაგვეკეთებინა, რაც არასოდეს არსად არ გაკეთებულა. მაშინ გადავწყვიტეთ ლოლასთან ერთად ჯაჯანიძის დუეტის გაკეთება, რომელიც დღემდე ჟღერს სხვათა შორის სხვადასხვა პლატფორმებზე. მილიონობით ნახვა. ხო და რა ვიცი, საავტორო და მონეტიზაცია ჩემსკენ რატომ არ მოდის, მინდა მივმართო, ესე იგი, ვინც კი ფანოღებში მონაწილეობას იღებდა მთელი ისრაელი, რომ ამ სიმღერებს ჟღერის. გვანცა რა მაინტერესებს, იცი? რთულია ხელოვან ხალხთან ურთიერთობა? აი შემოქმედებ, ხო ამბობენ ეხლა არ მიწყენენ ალბათ, რომ ხელოვანი ადამიანი ცოტა სხვანაირია, აფრენს. აი როგორ ფიქრობ, გიჭირდა ან ეხლა რო არ გიჭირს ვიცი, მაგრამ რთულია მათთან ურთიერთობა? ძალიან სერიოზული შეკითხვა დასვი, აი ამ ისეთ ესე მარტივად დასვი ურთულესი შეკითხვა პრინციპში. ფსიქოლოგია. ერთგვარი ფსიქოლოგია ეს, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ცნობილი ადამიანი, პოპულარული ადამიანი, თქვათ, ბევრი ჭდებს თუ არდებს, ფსიქოლოგია ურთიერთობაა ჩვეულებრივი. ამასაც დროში სწავლობ, როგორც ადამიანებთან ურთიერთობას, ისე სწავლობ ცნობილ ადამიანებთანაც ურთიერთობას. ცნობილ ადამიანების შემთხვევაში არის ერთი დიდი რამ, ეს არის ეგო. ეს ეგო, რომელიც აქვს ყველას და ძალიან დიდი, ვთქვათ, ხო? აი ამ ეგოების ჭიდილი გაძლევს მერე უკვე რაღაცა ნიუანსებს, ცოტა გროსმეისტერი უნდა იყო, რომ ეს ისე ითამაშო ჭადრაკი აი ამ თანავარსკვლავედში, რომ არავის ეგოს არ შეეხო და თქვათ დაუკმაყოფილო. აი იყო ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი, არ ვიცი ნანახი გაქვს თუ არა და აუცილებლად ნახე, Netflix-ზე დევს დოკუმენტური ფილმი, როგორ იქმნებოდა ერთ ღამეში, როგორ შეიქმნა ლეგენდარული სიმღერა We Are The World. არ ვიცი. We Are The World იცი. რომელიც ეკუთვნის, ესე იგი, ჯექსონს და ლაინ რიჩის ორმა დიდმა ბუმბერაზმა დაწერა და ჩაიწერა სტუდიაში, რომლის პროდიუსერის Quincy Jones-ი იყო. და იქ 50 სუპერ ვარსკვლავი რომ მონაწილეობს, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი ეგოების ჭიდილი იყო იმ ერთ სივრცეში სტუდიაში, სადაც ეს სუპერ ჰიმნი ჩაწერეს აფრიკისთვის, ხო? მაშინ იცით რა მოხდა? ერთი ყველაზე ლამაზი პასაჟი იყო დოკუმენტურ ფილმში, Quincy Jones იყვება და რაკენითო, აი როგორ მოახერხეთ ისე რომ ამდენი სუპერ ვარსკვლავი, ისე რომ არ დაეჭამათ ერთმანეთი აი ამ სივრცეში, ესეთი ჰიმნი გამოაცხოთ ერთ ღამეში. ჯერ ეს ხალხი სხვადასხვა შტატებიდან ჩამოაფრინო იმ სტუდიაში, იმ დროს მოახვედრო, მთელი პროდიუსინგია და რა ვქენითო, იცით? სტუდიის გარეთო გავაკარითო ერთი აბრაო. თქვენი ეგო დატოვეთ გარეთ.
და მათ ყველამ დატოვეს ეგოები გარეთ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, თუ კი გინდა რომ შედგეს რაღაცა პროექტი, თუ კი გინდა რომ ვარსკვლავებმა მიიღონ მასში მონაწილეობა, აი ეს ეგოები სადღაც უნდა უჯრაში შეინახონ რაღაც მომენტში და ამისთვის უნდა ყავდეთ პროდიუსერი, რომელიც ამას ეტყვის. ეხლა ნახე უნიკალური რაღაცა თქვი, მე არ მაქვს ეგ ფილმი ნანახი და აუცილებლად. ჩაგიგდებ ლინკს აუცილებლად რომ ნახო. აუცილებლად უნდა ვნახო და მე რადიოში მყავს არაჩვეულებრივი პროდიუსერი ამრიტა ჯანაშია დამემოწმება. მიყვარს ამრიტა მოკითხვა, ძალიან კარგად ვიცნობ. აკრძალული მაქვს ხოლმე რომ არ მოკითხვები? არა, არ უნდა ვახსენოთ. არ უნდა დავთაგოთ. ამრიტა არ უნდა რაღაცა, მაგრამ მე ეხლა ხო ვერ შემოვარდება. შეუძლებელი ლაივში. და მე მინდა დამიდასტურებს მე რომ დამთავრდება გადაცემა ყველგან ტოვებ ჩემს ეგოს ყველგან და ისე შემოვდივარ აქაც სამსახურშიც და ჩემი ეგო იცი სადზე იმობს სახში რომ მივალ აი ესე თბილად დავჯდები აი ქავარიცი რა ხსიმაღლე და მაგარი ძალიან მომწონს აი ძალიან მომეწონა ეგ რა და ვიფიქრებ ბევრ რაღაცაზე ამიტომ რა საინტერესო სტუმარი კარგი მე ძალიან დიდი კომპლიმენტებს ვიღებ მაგრამ ასეა ეს რა მაინტერესებს იცი უნდა კითხო აუცილებლად იმ პროექტებზე რომელ პროექტებშიდაც მუშაობ ხოლმე ანრი ჯოხაძესთან ძალიან ხშირად როგორია ანრი ეგოსთან მიმართებაში სხვადასხვაეს ტოვებს ხშირად ეგოს გარეთ და ძალიან ხშირად ანრის კონცერტებზე ანრის სამზადისზე ასე ვთქვათ ხო ძალიან ხშირად ესეთი ხუმრობა აქვს ხოლმე თვითონაც რომ აი ყველა ჩემზე დიდი ვარსკვლავია გარშემო ვიდრე მეო ანუ აი ძალიან ბოლოს უკეთებენ გრიმს ბოლოს უკეთებენ თმას აი 2 წუთით ადრე რომ უნდა გავიდეს სცენასთან ჯერ მასთან არ არის გრიმი ორი შემოსული ჯერ მასთან თმა არ არის შემოსული და 22 ნომრად ვინც გამოდის იმას ვარცხნიან ანუ 2 საათში ვინც უნდა იყოს ეს ისე ცხელცხელი ამბავია რა მაგიტომ მყვევი ეხლა ხანს კონცერტის შემდგომ ანრისთან მე დავმეგობრდი ვიცნობ დიდი ხანია აი ფორტუნას პერიოდიდან როდესაც კარგი ისტორია გვაქვს როდესაც ხოთაშორის მომიტანა სიმღერა და მე უთხარი არა ან კი მაგარი ისტორია კი ვიხსენებთ ვიცინით ძალიან ბევრს ამაზე და მე ყველა ეტაპზე ჩემ ცხოვრებაში სატელევიზიო პროექტები რაც იყო ანრი მყავდა ყველგან ანუ პროფილში ძალიან ხშირად ამ პროვოკაციაშიც მე შემდგომში ერთ-ერთი როცა GDS-ზე გავაკეთეთ ეს პროექტი და მაგ პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი ვიყავი მან მყავდა ანრი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სახე რომელიც დარჩა შეიძლება ითქვას ჰაილაითებად ხო მისი შესრულებული შერი მისი შესრულებული რავი რომელი ერთი აი უცებ პირველ რიგში ეთერ კაკულია მონსერატ კაბალიერო იდეალური გარდასახვით სადაც ფრედიც იყო მერკურიც იყო ისიც იყო ესეც აი მოკლედ ძალიან მაგარი ნომრები გავაკეთეთ ერთად მე ვოისი გავაკეთე იმედში სხვათა შორის და იქაც იყო მენტორი ერთ-ერთი და ისე შემოვრჩით ასე ერთმანეთს 10 წლის წინ გავაკეთეთ ბათუმში პირველი სოლო კონცერტი მისი კოლტებზე და მაშინაც მე ვიყავი იქ მაშინ ჩეკინ ჯორჯიაზე მუშაობდი და მაშინაც ასე ვთქვათ მე ვიყავი ერთ-ერთი თანაპროდიუსერი მეგობარი პროდიუსერი ასე ვთქვათ შესაბამისად მის კონცერტებზე, დიდ კონცერტებზე ძალიან ხშირად, ნუ სტაფის წევრი ვარ, ასე ვთქვათ. მინდა ვთქვა, რომ ყველაზე აი ყველა კონცერტზე ბილეთი არის გაყიდული, მე მგონი ერთი კვირით კი არა. აი იმ წამსვე იყიდება და მე მიხარია რომ შოუ ბიზნესზე ვლაპარაკობთ ამ გაგებით, ხო? ეხლა ესეც თალკე თემაა კიდე შეიძლება ამაზეც ბევრი საუბარი ალბათ, მაგრამ ძნელი არ დაგეთანხმო, იმიტომ რომ რეალურად აი ერთი 10 წლეული, ხო? 10 წელი ანრი ახერხებს რომ სოლდაუთებით გავიდეს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დღე, არამედ 2 დღიანი და ერთადერთია ვინც ფილარმონია ამდენჯერ გადაასო. ანუ წარმოუდგენელია, კომერციულად მომგებიანი მომღერალია. დღეს ძალიან იშვიათია. რამდენიმე
რამდენიმე მომღერალი ავსებს დღეს ფილარმონიას. გაუმარჯოს ანრის. გაუმარჯოს. მოკლედ ჩვენ ახლა რეკლამაზე გავდივართ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ძალიან მალე.